პარტიის მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი ქართული ოცნების საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც მიტაცებული არის და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, იმიტომ რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე იქნება გასაჩივრებული და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ეგრეთ წოდებული ღალატის კომისიის, საგამოძიებო კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. წულუკიანის კომისიამ ფაქტების გამოძიება ბუნებრივი არ აწარმოა, შეკრა დოკუმენტი, რომელიც არის ასავალ-დასავალის სტატიების კრებული და ამით ცდილობს დაარტყას საქართველოს უახლოს ისტორიას, ჩამოშალოს ახალი ქართული სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა 2003-2012 წლების განმავლობაში და გადაწეროს ისტორია. აი ამის საფუძველზე ხდება დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ზოგადად პროევროპული პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოება მათი გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ მთავარი დარტყმა და მთავარი კონსტიტუციურობის საკითხი სწორედ აქ უნდა გადაწყდეს და მივმართეთ უკვე დღეს საკონსტიტუციო მეორე ეტაპზე გასაჩივრდება და ამავე კვირაში შევა იმ კანონების ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელები, რომლითაც პრაქტიკულად აუქმებს პარტიებს ქართული ოცნება. იცით რომ ასეთი კანონმდებლობა არც კონსტიტუციაში, არც ჩვენს კანონებში გაწერილი არ იყო ასეთი საფუძვლები და ქართულმა ოცნებამ მიტაცებული ხელისუფლების საფუძველზე შექმნა სპეციალური კანონები, რომლითაც ცდილობს ის დღეს საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, ახალი ქართული სახელმწიფოს, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოშლას. ამიტომ ამ მიმართებითაც შესაბამის საკონსტიტუციო სარჩელი შევა და მესამე ეტაპი საკუთრივ ქართული ოცნების სარჩელთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, რამდენად ღირს ასეთ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოშლილია და საკონსტიტუციო სრულად კონტროლდება ქართული ოცნების მიერ, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და ქართულ ოცნებასთან ამ პოლემიკას შესვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო იურიდიული საზოგადოების კონსულტაციების საფუძველზე მართებულად ჩაითვალა, რომ ამ ეტაპზევე მოხდეს ჩვენის მიერ ისეთი არგუმენტების წარდგენა, რომელიც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი იქნება ევროსასამართლოში. ერთი სიტყვით, ქართულმა ოცნებამ შექმნა ქვეყანაში რუსული რეჟიმი, მაგრამ ამ რეჟიმს სჭირდება ბრძოლა ყველა ეტაპზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ ბრძოლას გააგრძელებს საბოლოო გამარჯვებამდე. მადლობა, ორი გამახდა დავსვავ. პირველი კითხვა ბატონო. ქართული ოცნება ევროკავშირისგან აღიარება სასოწარკვეთილად ითხოვს. შალვა პაპუაშვილმა დილას ისევ ევროკავშირის ლანძღვით დაიწყო, ამბობს, რომ ბრიუსელი ღირებულებების ჩიხშია, მან უნდა აღიაროს 2024 წლის არჩევნებით ოცნება აღიაროს ლეგიტიმურ ძალად და დაგმოს 4 ოქტომბერი. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნებას ორს პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემა, ამბობს პაპუაშვილი. რაც ჩანს ამ განცხადებიდან, რატომ სჭირდება ოცნებას ბრიუსელის აღიარება თუ ევროკავშირი დიპ-სტეიტსთან მიერ იმართება და ევროკავშირის მიდგომა ოცნების მისამართით სამართლიანია, რატომ ითხოვენ ასე სასოწარკვეთილად ყველა განცხადებაში 4 ოქტომბრის დაგმობას, რისი ეშინია ოცნებას. პირველი კითხვა ის. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ქართული ოცნებისათვის თავის შინაარსით რუსული ოცნებისათვის ყველაზე ეგზისტენციალური არის არალეგიტიმურობა. ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში ვნახეთ. პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი სწორედ ლეგიტიმურობის საკითხის აღიარებას ითხოვენ
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მაგრამ მათ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერც ევროპაში, ვერც დასავლეთში ვერ აღიარებს მათ ლეგიტიმურობას, იმიტომ რომ მათ ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ ქართველი ხალხის წინაშე. არჩევნების გაყალბებით, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებით მათ შექმნეს რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი მიუღებელი არის ევროპული პრინციპებისათვის, ევროკავშირისათვის, ამიტომ ევროკავშირი არ აღიარებს ქართულ ოცნებას, მაგრამ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას იყოს ევროპულ ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში წარმოდგენილი. ამიტომ ბუნებრივია ის მოთხოვნები, რომელიც აქვს ქართულ ხალხს, აქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც. ეს მოთხოვნები არის ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება, დემოკრატიის დამკვიდრება ნიშნავს ხალხისათვის ძალაუფლების დაბრუნებას, მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნებას, არჩევნების ჩატარებას, ისე როგორც ამას ევროკავშირის სტანდარტები მოითხოვს და როგორც მოითხოვს ამას ქართველი ხალხი. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა აუცილებლად დამსრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. და მეორე კითხვა თავებირვაში, რაში დასჭირდა პოლიტიკური ლიდერების სისხლის დაწყება, ანუ დევნა და ხომ არ იქნება შემდეგი სალომე ზურაბიშვილი და ენჯელო. ხო. ოპოზიციური, პროდასავლური, პროევროპული პარტიების ლიდერების წინააღმდეგ მორიგი სისხლის სამართლებრივი ბრალდებები მიზნად ისახავს ქვეყანაში კიდევ უფრო კაცრი რუსული რეჟიმის დამყარებას და ბუნებრივია ქართული ოცნება არ გაჩერდება მხოლოდ პროევროპული პარტიების ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნით. მათთვის გადამწყვეტი და ეგზისტენციალური იქნება მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების და NGO-ების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, მათ შორის ტელევიზიებიც იქნებიან რიგში, იმიტომ რომ მათი გაცხადებული მიზანი არის, რომ ქვეყანაში მათთვის სასარგებლო პროპაგანდისტული ტელევიზიები საქმიანობდნენ მხოლოდ. ბუნებრივია ნებისმიერი ლიდერი, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პარტიის ლიდერები, რომლებიც კაცრ თანმიმდევრულ პოზიციას დაიკავებენ საქართველოს ევროკავშირის საკითხებთან დაკავშირებით, ბუნებრივია მოხდება მათი სამართლებრივი დევნის ქვეშ. ამიტომ ჩვენთვის ახლა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური განსხვავებების გადადება და ერთხელ და სამუდამოდ ორგანიზებული თანმიმდევრული პლატფორმის შექმნა ოპოზიციური ერთიანის, სადაც ქართველი ხალხი იქნება ყველაზე მძლავრად წარმოდგენილი და მათთან ერთად მოხდება საბოლოო გამარჯვების მიღწევა. ბატონ ლევას სარჩელზე უნდა კითხოთ, რომლის შესახებაც ისაუბრეთ. ამ სარჩელით პარტია თავის გადარჩენას ხომ არ ცდილობს და თქვენ ორჯერ თქვით, რომ საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო კონსულტაციით. ხო, ვინ გთხოვათ და ვისთან გქონდათ კონსულტაცია? გთხოვათ და ხა იმას დაგიწერთ კითხვის პაგუს. პირველი კითხვა იყო თავის გადარჩენა, ხო. ხო. ქართული, ეგრეთ წოდებული რუსული ოცნება არა მხოლოდ პარტიების გაუქმებას ისახავს მისდათ. მათთვის მთავარი არის საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა. ეს არის წარმატებული, ქართული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ისტორიის გადაწერა. მათ ვერ მოუნელებიათ და წულუკენის კომისიამ ვერ შეძლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის გადახაზვა. საზოგადოებამ ამ კომისიას დობა არ გამოუცხადა. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანი ახლა უკვე საკონსტიტუციო დონეზე მოხდეს ამ ისტორიის გადაწერა. ამიტომ არის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის დავიცვათ არა პარტიული ინტერესები ამ სამართალწარმოებაში, არამედ დავიცვათ ახალი ქართული სახელმწიფო. დღეს ქართული ოცნება ემუქრება არა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ, არამედ ახალ ქართულ სახელმწიფოს, წარმატებული ქვეყნის ისტორიას და რაც მთავარია, ემუქრება ქვეყანაში ყველა პროევროპულ პარტიას. ამიტომ ჩვენი ვალი და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროცესი აქაც წარმართო და საბოლოო ჯამში ბუნებრივია ამ სამართალწარმოების და ამ მართლმსაჯულების იმედი არავის არ აქვს. საბოლოო ჯამში ეს პროცესები გაგრძელდება სტრასბურგის ევროსასამართლოში. ასევე პარტნიორებმა გთხოვეს მივიღო გადაწყვეტილებაო ვისთან კონსულტაციებით და ვიტყობათ ამის შესახებ. ხო, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთაშორისო კომუნიკაციის წყაროები, ჩვენ კონსულტაციას ბუნებრივია ვაწარმოებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან. ბუნებრივია ასევე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებთან და ადამიანის უფლებათა სასამართლოს სპეციალისტებთან და ბუნებრივია მათთან კონსულტაციების საფუძველზე ჩვენ ვერთვებით ამ პროცესში. ისე შეუყვარდეთ ახლა მიფერებაში თქვენ რა გზას ხედავთ ურთიერთობის ნორმალიზების?
ამ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მიტაცებული არის, არჩევნები პრაქტიკულად გაუქმებულია და ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რომ ქვეყანაში საერთოდ პოლიტიკური პარტიები აეგზალოს და პოლიტიკა გაუქმდეს, ეს ჩიხი შექმნილი არის თავად ქართული ოცნების მიერ. ქართული ოცნება დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს. ამიტომ ბუნებრივია ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი არის ხელისუფლების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის. ეს ნიშნავს სამართლიანი დემოკრატიული ობიექტური არჩევნების ჩატარებას, არა ისე როგორც გაყალბების მეთოდებით ქართული ოცნება ატარებს და ქართულმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და რა კურსით, საერთაშორისო კურსით იმოძრავებს ეს ქვეყანა. ახლა წერს რომ 4 ოქტომბრის ძალადობა ამ დროზე არ დაუქმია და არცდენილი არის თქვათ ევროპული ღირებულებებიო. ანუ ჩარევებზეც ჩარევებზეც. ხო. და იყო თორე ობიექტური შესაძლებელი გაკეთდეს ხო არა საქართველოს ევროპა ღია დგას მოძალადების მხარეს. ხო. ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათ ყველაზე ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აი ამ ეროვნულ იდეას დაუპირისპირდა ქართული ოცნება. მათ შეცვალეს ქვეყნის საგარეო კურსი, მათ უგულებელყეს ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებები, განსაზღვროს ხელისუფლება, შესაბამისად ამ ვითარებაში სამართლიანი და ობიექტურიც არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ. ამიტომ ქართული ოცნება, როგორც მიტაცებული ხელისუფლების, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები, უნდა გამოვიდნენ ამ მოცემულობიდან. არ იქნება აღიარება საქართველოს ხალხის, საზოგადოების უფლების განსაზღვროს კონსტიტუციით ხელისუფლება და ხელისუფლების წყარო განახორციელოს იყოს. არ იქნება ეს უფლება აღიარებული, ბუნებრივია მათი ლეგიტიმაცია ვერანაირად ვერ მოხდება. აი გაკეთეთ თუ არა შეცვლილი ობიექტური საერთაშორისო დონეზე 4 ოქტომბრის მომენტში გიპასუხო მაგაზე უკვე და აღარ მე გაქვს. შესაძლოა საქართველოში დაბრუნდა როგორც ვიცით გერმანიის ჩომამას და ამასთან დაკავშირებით განცხადება მართლა თქვა რომ საქართველოს ხელისუფლების ძალიან სერიოზული სიგნალი იყო როცა გამოვიწვიეთო ფიშერი ეუში კონსულტაციებისთვის როგორ შეაფასებთ. ხო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის დაბრუნება ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების საბოტაჟისა საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისა ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროპული სახელმწიფოები დგანან ქართული ხალხის გვერდით. ამიტომ ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი მათ შორის ამ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების გამტკიცებისა. ქართული ოცნება ან გაიგებს ამ რეალობას და მიიღებს ამ რეალობას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ ქართულ საზოგადოებას და შეასრულებენ ქართული ხალხის ლეგიტიმურ მოთხოვნას, ან ისევ დარჩებიან არალეგიტიმურობის ზღვარზე. ისევ საჩელზე უნდა გკითხოთ, ხმობთ ვინ არიან ეს ევროპელი პარტნიორები, ვიზეს თქვენ ისაუბრეთ? არ არის ეს IPP პარტია, მაგრამ IPP ხო არ არის ეს ორგანიზაცია? არ გეტყვით. საბოტაჟის საქმეც რომ შეგვიძლია, საბოტაჟის საქმეც რომ შეგვიძლია, ახლა პირის რა საბოტაჟი? ხაზარაძე ჯაფარიძის გიროოს შეეფარდეთ და ასე პროკურორმა ხო. ეგეც რომ შევაფასებთ. ხო. ქართული ეგრეთ წოდებული რუსული ოცნების თავარი ამოცანა არის ამ ქვეყანაში პოლიტიკის გაუქმება. ამ მიმართებით მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო რეგულაციების შეცვლის და საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმების თაობაზე სარჩელი შეტანით, მაგრამ მათთვის ეს ბუნებრივია საკმარისი არ არის. მათთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ინდივიდების წინააღმდეგ განახორციელოს ძალადობრივი არაკანონიერი დევნა. ამიტომ ეს შეთითხნილი ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გასულ კვირას პოლიტიკური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ, აი ამ ძალადობის
ერთ-ერთი რგოლი არის. მათ სურთ ჩაახშონ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი, მათ სურთ ჩაახშონ ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა და ამის საფუძველზე მოისუფთავონ ველი და იყვნენ მუდმივ მმართველობაში. ბუნებრივია, ქართული ხალხისათვის ეს ძალადობრივი მიზნები უნდა იყოს გამსაზღვრელი და საბოლოო ჯამში ქართულ ხალხთან ერთად ჩვენ უნდა მოვახერხოთ აი ამ რუსული რეჟიმის დამარცხება. აი მტკიცებულებებზეც გითხავთ საქმეში და მათ შორის იყო აუდიო ჩანაწერები, სადაც საუბრობენ, მაგალითად ელიხოსტარია ესურები ჯაფარიძე, რომ სწორედ იგივე შემთხვევაში უკრაინის დახმარებით უნდა მოხდეს სანქციების დაწესება. სანქციები, ხო, საერთაშორისო სანქციები იმდენად მტკივნეული არის ქართული ოცნებისათვის, რომ აი ასეთ ბოდვებს კითხულობთ ჩვენ მათ სისხლის სამართლებრივ დოკუმენტაციაში, რომ თითქოს სანქციებზე მუშაობა არის რაიმე წინააღმდეგობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. მათ აქვთ თავარი შეცდომა დაშვებული, რომ ისინი თავის თავს აიგივებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. მაშინ, როდესაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, იმიტომ რომ მიტაცებული აქვთ ხელისუფლება და პრაქტიკულად დღეს არალეგიტიმურად მოქმედებენ. ამიტომ ბუნებრივია, სანქციების საკითხი გაგრძელდება, მათ მოუწევთ ყველას დაჭერა მაშინ, ხო? არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, თავისუფალ ჟურნალისტების, სხვა პოლიტიკოსების, იმიტომ რომ დღეს ყველა ბუნებრივია მუშაობს იმაზე, რომ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, მიტაცებული ხელისუფლების ჩინოვნიკებს და მათი ოჯახის წევრებს დაუდგინდეთ კონკრეტული სანქციები, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი დემოკრატიული მეთოდი იმისათვის, რომ აი ამ ძალადობრივ რუსულ რეჟიმს დაუპირისპირდეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების და ქართული ხალხიც. შეაფასებით იქამდე ერთი დღით ადრე მან ასევე დაწერა Facebook პოსტი და ასე ვთქვათ საქართველოს საზოგადოება ორ ნაწილად დაყო კაი ტიპებად ასე ვთქვათ და ბნელებად შეაფასა აი როგორ შეაფასებთ ზოგადად აი Facebook ჯერ გაერთიანებით დავიწყოთ ოპოზიციის და მერე შემშობილ საზოგადოების ორად იყო საზოგადოებისთვის ცნობილია რომ მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთიანობის იდეით და წინადადებით შემოვიდა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და ბუნებრივია ეს იდეა რომ გაზიარებული ყოფილიყო დღეს შეიძლება სულ სხვა რეალობა ქონოდა. მაგრამ დღესაც, როდესაც ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა, როდესაც უკვე აუქმებენ პარტიებს, ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში პრაქტიკულად პოლიტიკა აღარ არსებობს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არის რადიკალური ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ოპოზიციური ევროპული აზრის კონსოლიდაცია და მივცეთ საშუალება ჩვენ საზოგადოებას, რომ აი ამ ერთიან კონსოლიდირებულ ძალას დაუჭიროს მხარი. ამიტომ ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის ამასინდელი პოსტი მნიშვნელოვანი არის მიუხედავად განსხვავებულობისა, მიუხედავად შეცდომებისა, რომელიც თვითონ პარტიულ სუბიექტს შეიძლება ქონოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ და მოვითხოვთ ყველასგან, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, გადავდოთ ყველა პოლიტიკური განსხვავება, ვიპოვოთ საერთო ძალა იმისათვის, რომ გავერთიანდეთ, მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ამ ერთიანობით რუსული რეჟიმის დამარცხება. ბუნებრივია საზოგადოების დაყოფა აქ ამ შემთხვევაში პირობითი არის. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს საზოგადოების 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების, ხო? და ბუნებრივია არსებობს ძალა რუსული ოცნების სახით, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, რომელსაც გაყალბებული აქვს არჩევნები, რომელიც ძალადობს საკუთარ ხალხზე და საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ძალადობს. ამიტომ ბუნებრივია ამ ვითარებაში ეს პოსტიც ხელს უწყობს კიდევ ერთხელ იმას, რომ ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური პროცესების გაერთიანება, კონსოლიდირება და საერთო ძალისხმევით რუსული რეჟიმის დამარცხება. შალვა პაპუაშვილის კორუფციის წინააღმდეგ კანონპროექტი. რა კანონპროექტი? რა, არ ვიცი, მითხო. ვინ მიიღო? არალეგიტიმურმა პროგრამებმა. ეხლა მიიღეს, არ ვიცი. თუ ამიხსნით რომ პროცესები კორუფციის წინააღმდეგ კანონპროექტს იღებენ, რომ და კიდევ უფრო გამკაცრდება. ხო. ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ცინიკურ დამოკიდებულებას ქართული საზოგადოების მიმართ. მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ დასტურდება უკვე თავად ქართული ოცნების
საგამოძიებო ეგრეთ წოდებული მასალებით, რომ მათ ხელისუფლებაში არ ყოფილა პრემიერ-მინისტრი, არ ყოფილა პრეზიდენტი, არ ყოფილა მინისტრი, რომელიც ჩართული არ იყო კორუფციაში. როდესაც საზოგადოება ხედავს, ჩვენს გარშემო ხო ხედავთ, რა ხდება, როგორ ცხოვრობენ ქართული ოცნების ჩინოვნიკები, როგორ ცხოვრობენ ქართული ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, როგორ ხდება ქართველი ხალხის ხარჯზე მათი უკანონო გამდიდრება, ამ ფონზე კიდევ რაიმე ანტიკორუფციული თუ კორუფციული კანონების მიღება კიდევ ერთი მორიგი ცინიზმი არის, ისეთივე ცინიზმია, რომელიც გასულ შაბათ-კვირას მოვისმინეთ, როდესაც დაკავებული იყო კრისტალ ჯგუფის წარმომადგენელი, რომელმაც თურმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და აპარტამენტები ჩადგა ბაკურიანში, ყველა ისვენებდა იქ, მათ შორის პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი და თურმე არავინ არ იცოდა. და ეხლა აღმოაჩინეს 10 წლის თავზე, რომ თურმე უკანონოდ ქონია ამ ადამიანს ეს ყველაფერი აშენებული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ნათელ სახეს წარმოაჩენს თუ როგორი კორუფციული სისტემა შექმნა ივანიშვილმა და ამ კორუფციაში აცხოვრებს თელ ქვეყანას. ასე უნდა გითხრათ შალვა პაპუაშვილის პოსტზე კიდევ ერთხელ მან დაწერა, რომ რა სახითაც და რა ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ელჩები 2024 წლის არჩევნებში ჩაერივნენო, ეს არის როგორც გაეროს წესდების, ასევე ვენის კონვენციის დარღვევაო და ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, რომ შეგვიფასოთ ეს ჩარევებიც და რომ დაანადგუროთ ურთიერთობის აღდგენას. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს. პაპუაშვილი, ივანიშვილი, კობახიძე ნუ აიგივებენ მათ ინტერესებს ქართველ ხალხის ინტერესებთან, იმიტომ რომ დღეს ისინი ეწინააღმდეგებიან და წინააღმდეგობაში მოდიან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან. მათ უგულებელყეს ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლება იყოს ხელისუფლების წყარო ამ ქვეყანაში, მათ უგულებელყეს საქართველოს ევროპული მომავალი, ამიტომ ბუნებრივია ჩვენი პრო-დასავლელი ევროპელი პარტნიორები მხარში უდგანან ქართველ ხალხს და ვერ იქნებიან ვერ იქნებიან რუსული რეჟიმის ძალადობრივი რეჟიმის მხარდამჭერები. მათი განცხადებები არის სრულ კორელაციაში საქართველოს მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებთან, ამიტომ ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ ქართულ ხალხთან ერთად ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმის დასასრულებლად.